მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი კუნძულიდან. მე ვარ ნატა და ეს არის ჰუმანური კუნძული საგანმანათლებლო სივრცე სოფელ მატანში. მოგესალმებით, მე ვარ ნინი. დღეს ჩვენთან განსაკუთრებული დღეა, რადგანაც ვიწყებთ პოდკასტების ჩაწერას ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად. ხშირად მხოლოდ უფროსები ვსაუბრობთ და ბავშვები გვისმენენ. ხოლო ჩვენი ეს პოდკასტი სწორედ ამისთვის გვინდა, რომ ბავშვების ხმა გავაგონოთ ხალხს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნინი და თამარი. მეცხრე კლასელები, რომლებთან ერთადაც წავიკითხეთ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი დენიელ კიზის ყვავილები ერჯერნონისთვის. დენიელ კიზი ავტორი მუშაობდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან, ცალკე სკოლა იყო მაშინ ამერიკაში და ერთ-ერთმა ბავშვმა ასეთი რამ ჰკითხა მას. მე თუ კარგად ვისწავლი, ჩვეულებრივ სკოლაში გადამიყვანენ? აი ამ შეკითხვამ ისე იმოქმედა ავტორზე, რომ გადაწყვიტა დაეწერა წიგნი ჩარლი გორდონზე, რომელსაც აქვს დაბალი IQ, ინტელექტის შეზღუდვა და რომელსაც ასევე უნდა რომ გახდეს ძალიან ჭკვიანი და ამისთვის იკეთებს ოპერაციას. ვიდრე უშუალოდ წიგნის განხილვაზე გადავიდოდეთ, პირველი შეკითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. მოდი თამარს ვკითხოთ პირველად. თამარ, როცა დაიწყე ამ წიგნის კითხვა და აღმოაჩინე, რომ შეცდომით წერია სიტყვები, რა გრძნობა ქონდა, როცა დაიწყე კითხვა? თავიდან კი მართლა მეცინებოდა, მაგრამ ცოტა ხანში რო უფრო გავიგე, როგორ სჭირდა და რა სჭირდა, მე უფრო თანაგრძნობის გამიჩნდა, რომ რაღაცნაირად თვითონ შემეცოდა კიდეც რა, რომ თან რო ვიცოდი, რომ ძალიან უნდა რომ დაჭკვიანებული იყო, მაშინ განსაკუთრებით. ნინი, როგორც იცი, ჩარლი გორდონს ძალიან უნდა რომ იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, მის დედასაც ასევე და თქვენთვის როგორც მოზარდებისთვის მაინტერესებს, რას ნიშნავს რომ იყოთ ჩვეულებრივები? რას ნიშნავს ზოგადად ჩვეულებრივობა? ჩემი აზრით, ჩვეულებრივობა ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ახასიათებს. და ამ მდგომარეობის შესაბამისად შეგიძლია ყველა შენი უნარი, უფლება გამოიყენო. ნინი, რატომ ეშინიათ ადამიანებს, რომ განსხვავებულები იყვნენ, რაღაცა ნორმიდან ამოვარდნენ? აი მოდი ჩვენ ვისაუბროთ თქვენს თაობაზე, ხომ? აი თქვენს თაობაშიც ალბათ არის ისეთი გამოწვევები, რომ თითქოს ცდილობ ჩვეულებრივი იყო, ისეთი გარეგნობა გქონდეს, როგორიც სხვებს აქვთ, ისე ჩაიცვა, ისე გამოიყურებოდეს, ეს გამოწვევა ალბათ ნებისმიერ თაობაში. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს სამყაროში, შესაბამისად ამ აზრთან ერთად გემოვნებაც იქნება სხვადასხვანაირი, მაგრამ რატომღაც ჩვენ თაობაში მით უმეტეს ყველას ერთნაირად აცვია, ერთნაირი თმის სტილი აქვს და თითქოს ყველას ბაძავს და ცდილობენ ერთნაირები იყვნენ. და ეს ჩემი აზრით იქიდან გამომდინარეობს, რომ ეშინიათ ერთმანეთის კრიტიკის, რომ უცხო პირისგან არ მიიღონ ეს კრიტიკა, ან დაცინვის საგანი არ გახდნენ. თანატოლების. დიახ, და ამ ქმედებით თავიანთ პიროვნებას ინდივიდს კარგავენ. და ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს მასე. ჩვენ სხვა დავამატებ რამეს. დიახ, დავამატებ. ალბათ უფრო ჩვეულებრივობა ნიშნავს, რომ აი როგორც ყველა ერთმანეთს ბაძავს, მაგრამ უფრო რაღაც გვეშინია, რომ როგორ მოვიქცეთ მათთან, როცა არ ვიცით. ხო და ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ როცა ადამიანი არ არის ისეთი როგორიც შენ ხარ, რთულია რომ გაუგო. მოდი ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს წიგნს ჩარლი გორდონს. მრავალი სასაუბრო თემა აღვიძრა ამ წიგნმა და ბევრიც ვისაუბრეთ. და ერთ-ერთი თემა, რომელმაც მე დამაინტერესა ამ წიგნში და ხელმეორედ როცა თქვენთან ერთად წავიკითხე, განსხვავებულად შევხედე, ეს არის ის, რომ ჩარლი ცდილობს თავისი წარსულის გახსენებას. და თითქოს აი ჩარლი გორდონის ისტორია არის არა მხოლოდ იმ ადამიანის ისტორია, რომელიც ესე იგი სულელიდან ჭკვიანი ხდება, არამედ ადამიანის ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მოზარდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. თითქოს ჩარლი გორდონი, რომელიც უკვე ზრდასრულია, 30-ს გადაცილებულია, გადის იმ გზას, რასაც გადის ადამიანი ბავშვობიდან მოზარდობისკენ. აი ამ ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლის პერიოდში ჩარლი გორდონი ცდილობს, რომ თავისი წარსული გაიხსენოს და შეაფასოს.
ისევ თქვენთან მექნება შეკითხვა. ნინი, მოდი შენ უპასუხე. რაში სჭირდება ადამიანს წარსული? რატომ უნდა გაიაზროს? ვინ არის, რას აკეთებდა, რა შეემთხვა? არ შეიძლება რომ ადამიანმა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ყველაფერი? სუფთა ფურცლიდან შეიძლება დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ რა თქმა უნდა, ოდესღაც მაინც დაგჭირდება ეს წარსულის რაღაც მომენტი გაიხსენო და გაითვალისწინო, იმიტომ რომ შენი წარსული არის შენი განვლილი გზა. ამ წარსულში ისეთ რამეებს შეიძლება წავაწყდეთ და ისეთი რამე შეიძლება გავაკეთოთ, რაც მომავალში აღარ იყოს მიზანშეწონილი და ამ წარსულის ქმედებით ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ მომავალში რა აღარ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან. გორდონი ცდილობს გაერკვეს თავის წარსულში, იმიტომ რომ გაიგოს ვინ არის ის. და ეს კითხვა, აი უკვე თქვენ ასაკში მოდის ეს შეკითხვა, რომ ვინ ვარ, რატომ ვარ ამ სამყაროში, რა მინდა, როგორები არიან სხვები და როგორი ვარ მე. და ჩარლი გორდონიც ამ თავარ კითხვას უსვამს საკუთარ თავს, ვინ ვარ მე? ან თქვენს თაობაში თუ არის აქტუალური ეს კითხვა? აი მეგობრები თუ საუბრობთ მაგალითად ამაზე, ან თქვენ თუ ფიქრობთ? არ მახსოვს. სამეგობროში არასდროს არ ყოფილა ასეთი თემა, რომ აი გვესაუბრა ვინ ვარ მე, ან რა მინდა გავაკეთო ცხოვრებაში და რაღაც ესეთი. არა და ჩემი აზრით ძალიანაც დასაფიქრებელია და განსახილველი თემაც არის. მე პირადად ბევრჯერ მიფიქრია ვინ ვარ, რა მინდა და საით მინდა წავიყვანო ჩემი ცხოვრება. და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე, რომ ამ მომავლის გეგმებს ეხლავე შევუწყო ხელი და მაქსიმალურად ვეცადო, რომ გავიმარტიო მერე გზა და ვცდილობ ხოლმე, რომ უფრო მეტი გავაკეთო. შეიძლება იმაზე მეტიც რაც შემიძლია, რომ მერე მომავალში უფრო მარტივი იყოს იმ მიზნის მიღწევა. წიგნში მთავარი თემა მაინც არის ინტელექტის დაპირისპირება ადამიანურ ურთიერთობებთან, სიყვარულთან, ხო? აი ჩარლი გორდონი ვიდრე გონება სუსტია, ამ ტერმინს გამოვიყენებ, ვიდრე ჩარლი გორდონი გონება სუსტია, მას თითქოს ყველა უყვარს და ასეც მიაჩნია, რომ სხვა ადამიანებს ჩარლი ძალიან უყვართ, სინამდვილეში კი ისინი დასცინიან. როდესაც ჩარლი ჭკვიანი ხდება, აი ეს სიყვარული თითქოს ნელ-ნელა ქრება და ეგოიზმში გადადის. თითქოს ის აღარ არის ისეთი კარგი ადამიანი, როგორიც ადრე იყო და ახლობლებიც ამჩნევენ ამას მისკინიანისთვის, რომელიც ჩარლის უახლოეს მეგობრად იქცევა, უკვე ჩარლისთან ურთიერთობა რთული ასატანია, ხო? როგორ ფიქრობთ, ინტელექტის მატებასთან ერთად, ცოდნის მატებასთან ერთად, უკანა პლანზე გადადის თუ არა ის სიყვარული, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ ადამიანებს? აი მაგალითად როგორც ჩარლი გორდონს ეგონა რომ ყველა უყვარდა, მაგრამ როგორც კი ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა, როგორც კი მისი ინტელექტი შეიცვალა, ეს დამოკიდებულებებიც ხო შეიცვალა. აი ფიქრობთ რომ მაინც უკანა პლანზე იწევს ეს სიყვარული თუ არა? ხომ ჩარლი გორდონის ნათქვამი სიტყვები გამახსენა და მონიშნული მაქვს წიგნში, ახლა წავიკითხავ. ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახრატილი გროშის ფასი აქვს. თოდნა და ინტელექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მეგობრული ან ადამიანური სიყვარული, იმიტომ რომ მარტო ინტელექტი და ეს ხელოვნური ინტელექტები, რაც ახლა ძალიან შემოვიდა, ვერ ჩაანაცვლებს. და ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ეს მეგობრული სიყვარული, რადგან მართლა ვერ ჩანაცვლებს და ეს არ გასწავლის და ვერც იქნები მარტო ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული, თუ მეგობრული სიყვარული არ გექნება. თამარმა ძალიან კარგი თემა წამოჭრა და კარგი პარალელი გაავლო. დღეს ჩვენ რობოტების და ხელოვნური ინტელექტის ხანაში ვცხოვრობთ და შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერ ისწავლოს იმდენი, რამდენიც ხელოვნურმა ინტელექტმა იცის. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანის ცოდნა და ინტელექტიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რაც ჩვენ ადამიანებად გვხდის, არის არა ცოდნა, არამედ რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ, გრძნობები, სიყვარული, ხო? სიყვარული, თამარმა მეგობრული სიყვარული ახსენა, სიყვარული ზოგადად მეგობრების, ოჯახის წევრების, სამყაროსადმი სიყვარული, ნებისმიერი სიყვარული. ჩემი აზრით ინტელექტის მატებასთან ერთად
ადამიანში ჩნდება ეს ამპარტავნება, რასაც თავიდან ძალიან სჭირდება ეს მოთოკვა და დაჭერა, რომ რაღაც ისეთ სერიოზულში არ გადაიზარდოს და მართლა არ გაღვივდეს და ადამიანი ამპარტავანი არ გახდეს. ინტელექტის მატებასთან ერთად ასევე ადამიანი იგებს სხვა როგორია სინამდვილეში და თითქოს ისეთი სახით და თვალით ვეღარ უყურებს, როგორც მანამდე ჩარლი გორდონსაც ზუსტად ასე დაემართა, იმიტომ რომ ყველა იგონა რაღაც ზენ უნიჭიერესი, ყველა ძალიან მეგობრული თბილი, როგორიც თავად იყო და როდესაც დაჭკვიანდა ეს იმედები თითქოს ჩამოენგრა და ამან სიბრაზე გამოიწვია მასში, რამაც ვფიქრობ, რომ უფრო ხელი შეუწყო მის ამპარტავნად ქცევას. კი, და ნინი, როგორ ფიქრობ, აი გავიხსენოთ, რომ ჩარლი გორდონი დასაწყისში კი, ინტელექტუალურად ჩამორჩენილი, ანუ დაბალი IQ აქვს, მაგრამ ბედნიერია. არსად არ ჩანს, რომ ის თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა, ხო? და როცა ის უკვე ჭკვიანი ხდება, თითქოს ამდენი ენა იცის, ამდენ სტატიებს კითხულობს, წამებში სწავლობს რაღაცებს, მაგრამ ბედნიერი არ არის. როდესაც იმ სიცილს თავიდან რო დასცინოდნენ, ეს აღიქვავდა როგორც რაღაცა ბედნიერებას, კარგ დამოკიდებულებად მის მიმართ, მაგრამ მერე უკვე კიონალოდ არ აღიქვავდა და მერე გაიაზრა ზუსტად ეგ, რომ ეს სიცილი იყო დაცინვა და არა გულწრფელი რაღაცა ერთმანეთის მიმართ გამოხატული ემოცია. მოდი აქვე დავსვათ მაშინ ეს შეკითხვა, რა ჯობია დარჩე, ასე ვთქვათ, სიბნელეში და ყველა კეთილი გეგონოს, თუ განვითარდე, ანუ აი ნინი ამპარტავნება ახსენე შენ და ესე იგი თუნდაც ამპარტავანი გახდი ამ ცოდნის მიღებით, მაგრამ სამაგეროდ სიბნელეში აღარ იქნები და დაინახავ ვინ არის. რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ისეთი საკამათო თემაა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სჯობს დარჩე სიბნელეში და გქონდეს ეს ადამიანური, ნორმალური ურთიერთობები, რადგან აი როდესაც გონება ჩამორჩენილი იყო, პრობლემებიც აღარ ქონდა და ცხოვრების დინებას მიყვებოდა, ასე რომ ვთქვათ. და არაფერი არ ეწუხებდა თან ბედნიერი იყო იმით, რომ შეიძლება ყალბი, მაგრამ ის ხო ვერ ხვდებოდა, მეგობრები ყავდა და მათთან ერთად ატარებდა დროს. და ჩემი აზრით ეგ სჯობს იმას, ვიდრე ძალიან ნიჭერი იყო, მაგრამ გორჩი არავინ არ გედგეს, ყველა შენი შურდეს რაღაც ფსიბოროტის ჩადენა უნდოდეს და ასე შემდეგ. ანუ ჯობია ბავშვად დარჩე და არ გაიზარდო? დიახ. მე ვფიქრობ, რომ ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანი. არც ისე არ უნდა გავიზარდოთ და იმხელა IQ-მა არ უნდა განსაზღვროს, ეს ჩვენი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს ამაში ზოგადად რაღაცა უნდა ეხმარებოდეს. პირადად ჩემთვის ეს რელიგია და რწმენაა, რომ ამ ამპარტავნების ზღვრამდე არ მივიდეს ადამიანი. ბავშვურიც უნდა იყო, მაგრამ თან რომ ადამიანების რეალური სახის დანახვა და შეფასება აუცილებლად უნდა შეგეძლოს ჩემი აზრით. ანუ ის რომ დაქცინიან და შენ მიიღო უბრალოდ არ აღიქვა ეს რაღაცა ცუდად, იმიტომ რომ მოდი მე ბავშვი ვარ და ამას ესე შევხედავ, რომ ვითომც არაფერი, ესეც მგონია რომ არასწორია. ვფიქრობ, რომ ჩარლი გორდონის პოზიცია არის ბავშვის პოზიცია, ანუ ის ვერ ხვდება, ანუ გააზრებულად კი არ აკეთებს რაღაცას, ვერ ხვდება და იმიტომ არ აკეთებს. ამ პოზიციაში ადამიანი არ უნდა დარჩეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მისმა ინტელექტმა არ უნდა გადაფაროს ადამიანური ურთიერთობები. უბრალოდ ადამიანი გააზრებულად უნდა მივიდეს უკვე იქამდე, რომ თუნდაც იმ სხვის დაცინვას არ მიაქციოს ყურადღება, არა ის, რომ მან არ იცოდეს, რომ დასცინიან. კი, მან იცის, რომ დასცინიან, მაგრამ ამას როგორ იღებს, ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ის უკვე ზრდასრულის პოზიციიდან უყურებს, მაგრამ როგორ აღიქოს, სხვანაირად აღიქვამს მოვლენებს, აღარ ბრაზდება. აქვე რელიგია ვახსენეთ, ნინი, და მე პირადად ძალიან მომწონს ეს წიგნი, მაგრამ რაც ნაკლოვანება დამრჩა, ეს არის, რომ ორგან არის ზუსტად ღმერთი ნახსენები, მაგრამ ჩარლი გორდონი არ ეძებს ღმერთს. ალბათ, ეხლა მწერალს ყველაფერს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა თემას შეეხოს, მაგრამ ნამდვილად დამრჩა ეს დანაკლისი. თუმცა მე მახსოვს, რომ აი თამარ კითხვის დროს დიდი ყურადღება მიაქციეთ თქვენ ერთი ადამიანის სიტყვებს, მედდა რომ ეუბნება, გახსოვთ? ჩარლი გორდონს, როდესაც მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რომ ღმერთს რომ სდომებოდა, რომ შენ ჭკვიანი ყოფილიყავი, ჭკვიანს დაგბადებდა და ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ღვთის განგებულებაში ჩაერიოს. როგორ ფიქრობთ, სწორია ეს მიდგომა? რაღაც მხრივ კი.
უფრო, იმიტომ რომ მართლა ღმერთს როგორც უნდა, ისა ახლა მაგალითად ისე არ ვიცი რატომ შეიძლება რომ ღმერთს ესწამებოდა, მაგრამ ალბათ უფრო სწორი უთხრა იმ ექიმმა ვეთანხმები. ფანატიზმი ხომ არ არის, როცა ვფიქრობთ, რომ საერთოდ ყველაფერი ღვთის განგებულებაა და არაფერი ჩვენ არ უნდა შევცვალოთ. ღმერთმა ადამიანს ხომ უთხრა, რომ თავად უნდა მოიქონიოს თავისთვის ეს სასურველი და საჭირო ნივთები სულაც ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნებისმიერი მრამრა და ოფლითა შენითა მოიწყობე პური შენი. დიახ. და შესაბამისად ესე რომ გავყვეთ, რომ აი ღმერთის ნება ის რომ მე მაგალითად დღეს წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე ან ნებისმიერი რამ, მაშინ აღარც მედიცინა აღარ იქნება საჭირო და არც ერთი პროფესია აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ თავიდან ადამიანი იბადები ეს სულთა ყველაფრის გარეშე და მაშინ ღმერთის ნება რომ ყველაფრის გარეშე დაიბადე და აღარც უნდა იმუშაო და ანუ არაფერი არ დააკეთო. გამახსენდა მე პირადად კაცი რომ იხრჩება და ხელს არ იქნევს მხოლოდ ღმერთის იმედია რომ ღმერთი გადაარჩენს და სწორედ ეგ არის მაგიკავის აზრის რომ თუ ხელი არ გაატოკე შენ თვითონ გაანძრიე და გაცურე მხოლოდ ღმერთის იმედად არ უნდა იყოს ის ღმერთმაც ის ხელები იმიტომ მოქცა ის უნარი იმიტომ მოქცა რომ შეგეძლოს რომ ეს ყველაფერი გააკეთო ღმერთის დაშვებაა ეგეც რომ შენ ხელები გაქვს და შეგიძლიათ სურვა და როცა იხრჩები უნდა გაცურო მხოლოდ ღმერთის იმედად არ უნდა იყოს ჩარლის რომ სცოდნოდა წინასწარ თქვენი აზრით რა თქმა უნდა ჩარლის წინასწარ რომ სცოდნოდა ის შედეგები რასაც მისი ოპერაცია მოიტანდა მაინც გაიკეთებდა თუ არა ამ ოპერაციას ანუ თქვენ გაამართლებდით თუ არა მის ნაბიჯს და ეგეც დასაფიქრებელია მაგრამ ალბათ არა რატომ ალბათ უფრო იმიტომ რომ აი ყველაფერი გაიგო, ყველაფერი ისწავლა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე წავიდა როგორც იყო და ნუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ავიწყდებოდა. და ნუ გაიგო რომ ადამიანები სამწუხაროდ დასინოდნენ და ეგეც ძალიან ეწყინა. ანუ ჯობდა არ გაიგო ეს ყველაფერი? არ გაიგო. ნინი, შენ რას ფიქრობ? წიგნის დასაწყისშივე კარგად ჩანს და დიდი ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ ექიმები ეუბნებიან, შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს ეს ოპერაცია და არანაირი შედეგი არ გამოიღოს. მაგრამ ჩარლი მაინც თანახმა და ანუ არის იმაზე წამსვლელი, რომ სულაც შედეგი არ გამოიღოს ან და პირიქით უარესობისკენ წავიდეს, მაინც სცადოს. მე ვფიქრობ, რომ მთავარია გზა, ხო, და არა დანიშნულების ადგილი. იმდენი გამოცდილება მიიღო ამით, იმხელა რაღაცა გაიარა, რომ მეც მგონია, რომ მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი გაეღო. თუ სიბნელეში არ ყოფილხარ, სინათლეს კარგად ვერ აღიქვამ რა. ჩარლი გორდონი სიბნელეში იყო და სინათლეზე გავიდა და მე ვფიქრობ, რომ ღირდა მაინც იმ სინათლეზე გასვლა, ღირდა ის ყველაფერი გამოეცადა, რაც მან გამოსცადა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. ანუ მაინც უარესებს ისე რომ წავიდა, რა არაფერი არ ახსოვდა მერე და ჩარლის არ ახსოვდა, მაგრამ მისი ნაშრომები ხო დარჩა. სხვა ადამიანებს ხომ ახსოვდათ ჩარლი როგორი იყო. სხვათა შორის ერთი შეკითხვა დავსვათ აქვე. ჩარლი, როდესაც უკვე რეგრესისკენ წავა, ის ბრუნდება თავის ძველ სამსახურში და იქ მას სხვანაირად დახვდებიან. თუ მანამდე დასცინოდნენ, ახლა ის ადამიანები მეგობრად დამცველებად გაუხდებიან. როგორ ფიქრობთ, აი რაში რატომ გვაშინებს ადამიანებს ჩვენზე ჭკვიანი ადამიანები და რატომ გვეკომფორტულება უფრო რომ ესე იგი ჩვენზე სუსტი ადამიანები ყავდეს გარშემო? აი სუსტს დავიცავთ, მაგრამ ძლიერი თუ ყავს ის არ მოგწონს. ასე დაემართათ ჩარლის თანამშრომლებსაც. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დენიელ კიზი ძალიან ჰუმანური ავტორია. ასე მგონია, რომ ვერ გაიმეტა თავისი ვერც ერთი პერსონაჟი იმისთვის, რომ უარყოფითად დავახასიათოთ. მათ შორის ეს თანამშრომლებიც. აი, იმიტომ გვაჩვენა მეთქი ეს ფაქტი, ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავგვეგო, რომ ისინი იმიტომ კი არ დასცინოდნენ, რომ ცუდი ადამიანები იყვნენ. არამედ იმიტომ, რომ გააზრებული არ ჰქონდათ, როგორ უნდა მოქცეოდნენ ჩარლის და აი ჩარლის ამ ექსპერიმენტმა ასწავლა მათაც დამოკიდებულება. აი ჩარლში ადამიანი დაინახეს, იქცევა. სხვათა შორის იგივე შემიძლია ვთქვა ჩარლის მშობლებზეც, განსაკუთრებით დედაზე. თავიდან მახსოვს, რომ თქვენც ამბობდით, რომ რა საზიზღარი დედა ყავს.
ჩარლის არა, მაგრამ წერალმა ვერც ჩარლის დედა ვერ გაიმეტა ცუდი ადამიანობისთვის. ისიც იყო ქალი, რომელსაც ძალიან უნდოდა რომ კარგი შვილი ყოლოდა, აი ნორმალური შვილი ყოლოდა და მშობლებისთვისაც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ეს წიგნი, იმით რომ დაინახონ რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, ყველა ბავშვი მიუხედავად იმისა როგორ იქცევა, იმსახურებს სიყვარულს, იმსახურებს კარგად მოქცევას. და აი ბოლოს ჩარლის დედის ეპიზოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო. ჩვენი პოდკასტი კუნძულიდან რომ დასასრულისკენ წავიყვანოთ, მინდა ბოლო კითხვა დაკისვათ. ურჩევდით თუ არა თქვენს თანატოლებს რომ ეს წიგნი წაიკითხონ და თუ ურჩევდით რატომ? მე პირადად ვურჩევდი ჩემი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს, რომ წაიკითხონ ეს წიგნი, რადგან ძალიან კარგად ჩანს ადამიანური ყოველდღიური ურთიერთობები და ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური თემაა ეს გონების ჩამორჩენაც, იმიტომ რომ დღევანდელობაში მით უმეტეს ძალიან მრავალი ადამიანი გვხვდება ამ პრობლემით და თითქოს გარიყული რჩებიან და ბულინგის მსხვერპლი და აი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მე პირადად იმდენად დამაფიქრა და იმდენად ჩავუღრმავდი ამ თემას, რომ სულ სხვანაირად შევხედე გონება დაქვეითებულ ადამიანებს და სხვანაირი თანაგრძნობა გამიჩნდა და მინდა რომ ყველამ იგივენაირად შეხედოს და ყველამ იგივენაირად გაიაზროს და დიახ, ვურჩევდი. თან ძალიან კარგად იკითხება ეს წიგნი, აი, რასაც ქვია, წყალივით მიდის და არც კითხვის პროცესში დაიღლებიან და თან ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც გაიგებენ. მადლობა. თამარ. ჩემი აზრით, აი ძალიან კარგი იქნება თუ წაიკითხავენ, იმიტომ რომ აქ ისწავლიან, რომ ადამიანი არ იზომება მარტო ინტელექტით. და ეს წიგნი გვასწავლის აი ადამიანობას. და როგორ არ უნდა მოვიქცეთ ანუ გონება დაქვეითებულ ადამიანებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი დავასრულოთ. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. და მე მგონი ბევრ საინტერესო პოდკასტს შემოგთავაზებთ პოდკასტი კუნძულიდან. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს.